New Hospitalsისა და საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების ორგანიზებით 29 ნოემბერს თბილისში ოფთალმოლოგიის რიგით მეხუთე სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ღვაწლმოსილი ოფთალმოლოგის პროფესორ ივა ბერაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ პროფესორ ივა ბერაძის კლინიკური, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა უკვე რამდენიმე ათწლეულს მოიცავს და მისი ღვაწლი ქართული ოფთალმოლოგიის განვითარებაში ფასდაუდებელია. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ესე დაგაფასებენ, ესე დიდ ყურადღებას გამოიჩენენ და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ხელმძღვანელობას, ასე ვქვია, New Hospital-ის დირექციას, ბატონ ოლეგს, ესეთ მაღალ დონეზე ჩატარებული იყო კონფერენცია. ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო კერძოდ გლაუკომის თვალსაზრისით, იშვიათი შემთხვევები იყო წარმოდგენილი ონკოლოგიის კუთხით და საერთოდ მე მგონი, ვინც ესწრებოდა, ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს. New Hospital-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპეციალისტებისთვის ერთმანეთის ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის შექმნას. სწორედ ამ მისიით უკვე მეხუთე წელია ოფთალმოლოგიის დარგში საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანება ფართომასშტაბიან კონფერენციას მართავს, რომელიც ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ეს კონფერენცია ეძღვნება ბატონ ივა ბერაძის 85 წლის თავის იუბილეს. მინდა გითხრათ, რომ ბატონ ივა არის ცოცხალი ლეგენდა, მე ბევრჯერ მithქვავს და გავიმეორებ, რომ არის ცოცხალი ლეგენდა ქართული ოფთალმოლოგიის. რაც შეეხება კონფერენციას, მოგეხსენებათ, ეს არის უკვე ჩვენი ოფთალმოლოგიის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული მეხუთე კონფერენცია. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდა კადრების გაზრდისათვის და მათი დახელოვნებისათვის, ასევე ჩვენი მოქმედი ოფთალმოლოგების ცოდნის გაღრმავებისათვის და მომავალი პერსპექტივებისთვის. კონფერენციის პროგრამა 4 სესიისგან შედგებოდა. მომხსენებლებმა თავდაპირველად ონკოოფთალმოლოგიის მიმართულებები მიმოიხილეს. ცალკე ნაწილი დაეთმო გლაუკომის მართვის თანამედროვე მიდგომებს. მესამე სესიის ფარგლებში თვალის ტრამვებისა და რეფრაქციის თემები იყო განხილული. კონფერენციის ბოლო ნაწილი კი აერთიანებდა მოხსენებებს ბადურის პათოლოგიებსა და მათი დიაგნოსტიკა მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე. კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალი წიგნის პრეზენტაციას. გამოცემა სახელწოდებით გლაუკომის ტერმინოლოგია და გაიდლაინები ევროპის გლაუკომის ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების მიერ ითარგმნა და გამოიცა. ივას ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქართული ოფთალმოლოგიის წინაშე. ძალიან დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი განვითარებაში. კერძოდ განსაკუთრებით ონკოოფთალმოლოგიაში ჩამოყალიბებაში ეს ურთულესი მიმართულება მძიმე და რთული პირველი მოხსენებები ამ თემატიკაზე იყო. თქვენ თუ აკვირდებით რა დონის მოხსენებებია, მიხვდებით რომ ამის გარეშე წარმოუდგენელი განვითარება კლინიკური მეცნიერების და საერთოდ ჯანდაცვის განვითარება. ოფთალმოლოგიის მეხუთე სამეცნიერო პრაქტიკულმა კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა ქართველი და უცხოელი მომხსენებლები. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრამ ხელი შეუწყო საერთაშორისო რეკომენდაციებისა და თანამედროვე კლინიკური გამოცდილების გაზიარებას, რაც მომავალში თვალის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებასა და პაციენტებისთვის ეფექტიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.